ნეტავ რა არის ის, რაც გადმოგცა პრომეთემ? ცეცხლი, ცოდნა, რისი ცოდნა? რა არის ეგეთი, რის გამოც ასე მკაცრად სჯიან მას? ნეტავ მოგცემდა თუ არა პრომეთი ამ ცეცხლს, რომ სცოდნოდა, რომ შემდეგ ერთმანეთს გადავწოდით, გავანადგურებდით, გვექნებოდა ამდენი ზიზღის შური, ღვარძლი. იქნებ ახლაც ეგ არის, რაც ამ ცოდნისგან გვაშორებს. იქნებ ეს საგანძურიც არა რომელიმე მთების მღვიმეებში, არამედ ჩვენი ტვინის სხეულებშია დამარხული. და ის დრაკონიც, რომელიც ჰერაკლემ უნდა დაამარცხოს, საკუთარი ცრუ ეგოა, რომელსაც უბრალოდ სხვებზე დომინირებას წყურია და მეტი არაფერი. ან იქნებ ეს ლამაზი ბუნება, სიცოცხლე, მზე, სუნთქვა, ბალახები, მთები. სწორედ ესაა საგანძური და უბრალოდ ვერ ხედავთ, რადგან დახშული გვაქვს გონების თვალი. და ალბათ სანამ ამის დაფასებას არ ვისწავლით, მანამდე სულ იქნება საფრთხე, რომ ნებისმიერი ცოდნა არა სიცოცხლის შექმნისთვის, არამედ მის გასანადგურებლად გამოვიყენოთ. ფუჭია ყველაფრის ძიება, სანამ საბაზისო სულიერ მდგომარეობას არ გავაცნობიერებთ. რადგან რამ ხელაზეც გახსნი გულს, სწორედ იმ ხელაზე გაგიხსნება საიდუმლოც.